ანგარე როგორ ავირჩიო ციხილვან სიტყვას. რა წყალში გადავარდი, კაი. ანგარე. მილორი აშოვი მილოში. როგორ იგი უნდა ვიყავ. მიდი, აი, ოღონდ მე ისე ციგილს გავაკეთებ, რომ ახლოს ვერ. ამეც რა ციგილს ვაკეთებ. მარკო პალესტრა, რომელსაც მოსული. ხაზი არ მიეცეს ამ ხარო. ცოტა გაჭირ. არჩ მოვიგე რა. ვერ ვიტყვი. ყველა მაგას იტყვის. ავიყვან იან პოლ ვან ჰეკის. მოიგო. ერთი წავი. მოგესალმებით მეგობრებო, სეტი დრაფტით ბრუნდება და ბრუნდებით მოდი ესე ვიტყოდეთ ყველაზე რთული ამოცანით და ყველაზე რთული დრაფტით თქვენ უნდა აწყოთ სოფლიოში საუკეთესო გუნდი, უნდა გაითვალისწინოთ რა თქმა უნდა ეს სეზონი და ამ სეზონის შედეგები, ოღონდ სხვა ყველა დრაფტისგან განსხვავებით იქნება ერთი ესეთი წესი. ადრე თუ იყო რომ მაგალითად ერთი კლუბიდან აირჩიოდით ერთ ფეხბურთელს და მერე თქვენთვის იკეტებოდა ეს კლუბი, ამჯერად კლუბი რომელსაც გამოიყენებთ, ყველა სხვა მოთამაშისთვის ჩაიკეტება. ანუ 44 სხვადასხვა კლუბიდან უნდა აირჩიოთ მოთამაშეები და ამას დაამატოთ 4 წვრთნელი სხვა კლუბებიდან. დღეს გიორგი ციხისთავი, ლუკა მილორავა, ნიკა დაბადაძე და ალექსანდრე გაბრიჩიძე შეეცდებიან მეგობრებო, რომ საუკეთესო გუნდი შექმნან თქვენ მოგხიბლონ პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩემთვის სულ ერთია რა გუნდს გააკეთებენ, მაინც ყველამ ვიცით რომ ის იქნება ჩემი გამარჯვებული, ვინც ბრუნო გიმარაეს აირჩევს. რომელიც არ ვიცით საერთოდ მოხდება თუ არა. დავიწყოთ და რა თქმა უნდა რომ გამოვავლინოთ ვინ იქნება პირველი, ამისთვის ერთ შეკითხვას დაგისვამთ, რადგან არც ერთი არ ხართ აქედან ბუნდესლიგის კომენტატორი, კითხვა იქნება ბუნდესლიგიდან. რამდენი გოლი გავიდა? კი, არა, ჯამში არა. ყველაზე მეტი გოლი გაუშვა ამ სეზონში, რომელიც უკვე დასრულდა ბაიერნის ჩემპიონობით, ყველაზე გასაოცრად. ვოლფსბურგმა გაუშვა ყველაზე მეტი გოლი. ბოდიში, ჰაიდენჰაიმმა გაუშვა ყველაზე მეტი გოლი. უნდა დაწეროთ, რამდენი ბურთი გაუშვა ჰაიდენჰაიმმა. ვინც ყველაზე ახლოს იქნებით, გამარჯვებულიც ის არის. ვინც ზუსტად დაწერს, ხო რაზეა საუბარი საერთოდ. გაგარგია რომ შევამოწმე სანამ მოვიდოდი. დაწერეთ ხოლმე? კი. მოატრიალეთ. 82 წერია. მე ძალიან პატარაზე მიდე. 74 გაბროსი არის ზუსტი. 72 ბურთი გაუშვა. 12 გავა. ორში. მარტო ის ორი გავუშვი. ანუ გაბრო იწყებს სიხე აგზელებს. შემოწმებული. თან მოდი. 14 მატჩიანი. ხო, ვიცხო, 14 გავამრავლე 3-ზე და დავამოკელი რამდენიმე. ხო, მეც ეგრე. ძალიან ახლოს ვიყავი, თუმცა კი. არა უშვებს. დაიწყე გაბრო. მე ხო მაინცო. პირველი პიკი. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ჰარი კეინი. ჰარი კეინი რაც ნიშნავს რომ ბაიერნი ჩაიკეტა. დავიმახსოვროთ თან, იმიტომ რომ ყველა ამ აქამდე რა დრაფტის გაგვიკეთებია, სადღაც გაიპარა რაღაც. ეგ თუ არ ჩაიწერე, ჩამოწერე. აუ, ამ მომებეჭდა მართ. ყველამ ჩაიწერეთ რა ეხლა. მე ვიწერე კაცო. მაინც. ჩაგიკეტავთ მე პარი სენ-ჟერმენს კარგად იყავით. ბუჩო ყარაცხელია მანდ. ის რო გადა. გაბროს იმედი მქონდა, მაგრამ შენ ვერ გაგითვალისწინე. ეგ რა დარჩებოდ. ლუკა? კარგი. კობი მეინუ, ესე არის. იამალი. ხო, რა თქმა უნდა, დაფსონას ჩაუკეტავ. იამალი. მე მეორე რატო ასე რატო არ გამოვყავ. ეხა საათის ისეს მიმართ. აღარ მინდა. მიდი. თქვენი იყო. ორი კარგი პიკი. თქვენი იყოს რა. თან ბაიერნს აღარ მაქვს. შენ პერსონალ დაკეთე ხო? კერესი. ბაიერნი აღარ არის. დეკლანი. აჩერბანი რა. დეკლანი. ფრატეზი. მე ვინ დავიყვანო ისეთი რომ ბაიერნთან აქედან ვერა. მესის ვაყენებ ათიანს. აი, ამან ვერ გაითვალისწინე თამაშის პრინციპი. თამაშის პრინციპი საერთოდ ვერ აითვის. და მეორე მე რონალდო მიდიტავს. არ მაინტერესებს კაცო იმის გადაკეთვა გუნდების რა მშობა აქვს. მესი და მეორე ვინ? კი. მესი და რონალდო. რონალდო გინდა? კი. რონალდო. მომწონს ეს სტარტი და რაც გინდათ ის ანუ აგავაკეთო ეხლა ვინც მინდოდა ყველაფერი დაკეთე. აი, 10-ზე მეყარება რონალდო. თამაში ეგრე. ო, აი ხა. ბიჭო, ღირსები ხართ მეორე უნდა ყოფილიყავი ეხლა აქ და 74-ის. და ყოფილი საერთის მისის მიმართულებით. აი, ამალი მინდოდა სინამდვილეში არა უშვებს. იამალი თუ ჩემ. ალ-ნასრი და ინტერ მაიამი. ცეცხლი წაიგიდოს ყველაფერსო და ახლობით. ანუ რა პრინციპით უნდა ყოფილიყო მეორე არ ამვიცით, იმიტომ რომ საათი მოძრაობს. არა უშვებს. საპირისპირო მიმართულებით, მაგრამ ეს და რონალდო არ არის ცუდი. არ არის ცუდი, მაგრამ ამ სეზონით ვაფასებთ რა ხო? კი, რა ამ სეზონით
მესი არის ამერიკის MLS-ის ბომბარდირი, რონალდო ნახე რა ასისტი არ არის ბომბარდირი. ეს რონალდოს მარკრატელა არ რონალდოს გარიმა? კი, და ისას ბოლო წუთზე რომ გაუშვა ვიყავთ კარში ბენდო. ლუკა, შენ ვის ირჩევ? მე ამან ხო ორი ძველი გაუცია იყო, მე ორ ახალ გაუცია. პამპე. პამპეს ავიღებ. რეალიც გედევინგაზეთ. რეალი ალნასრის უნდა გადავხარდე ხოლმე ეს პაკეტი უბრალოდ. და ასევე მაიამი კი, ჩავიწერე. ვიზიტით უნდა. რა თქმა უნდა, არ ვიცი, როდრიგო დეპოლე. რეალი სადა. ჰოლანდი რა ვიცი, სიტი. რა თქმა უნდა. მან სიტი. მარცხელია ჰოლანდი. იგივეა ყველაფერი გავიდა. ასევე მაიამი და ალ ჰილალი. ხო რა. ნასრი. ალ ნასრია, ალ ჰილალი. აბრო, მიცენი ორი პიკია. ვიცი სადავშოს კრისტიანო არის. მაიამის და ალნასრს არც ვიწერე, იმიტომ რომ მეტი არავინ არ არის მაქედანა საყვარელი. ჩავიძერე. ალ ჰილალი. თეო დაგდაგე. არა, მაიამიდან უშვებ, რომ აი ბუსკეტსი ვიღაცას მიდავს გაყევი, მაშ რაისი და ბრუნო. რაისი და ბრუნო. არსენალი, ნიუკასლი. ბრუნო? ბრუნო ფერნანდეს შეიყვანა. რომელი ბრუნო? ემილი. ბრუნო შეცდომა ამ ბრუნოს პირველი აყვანა. ფერნანდეშ. ციხე. არსენალი და მანჩესტერიც ჩაიკეტა. მე ნიუკასლი დავწერე. იადგა ბალებას მე მგონი უკვე. უკაცრავად მე ნიუკასლი დავწერე. და გამახსენდა რომ სხვა პროგრამაზე. ინსტოფ პიონდეკი. უტოდ. უმძიმესი არის მართლა. ჯერს ათხართ ხუთი. არა, ასეთი რთული ხო ალბათ ანუ საბოლოოდ ეგეთ შედეგი. აი, რადგანაც ფიქრობ ცოტა, რადგანაც არაფერი ის არ არის. შპარგალკაც კი ურთის ფარი. აბრო, მობილურით არ შეიძლება გაიხსენო კლუბები. მნიშვნელოვანი არის ეს ამ თამაშისთვის. რაც წერდი, მაგრამ კაი. ესეც უნდა ამოებდეს და ლუკას ყველა გუნდი არა უშავს. ჩემპიონი. რაც ხარი კამათში მოვყავი და ციხე? ერთი შენ რას უყურებ უკაცრავად? არაფერს გადახაზულ გუნდი. კარგი გენეცხრა. დავიღალე. კარგი. თუ გინდა ჩამოწერე. მესმის, მაგრამ თქვენს დაგოლეთ. ბიჭო, ვითო, ნუ თუ. მე უკეთესია, არ ვინა გადაჭა. ციხე. მოიჟეს კაისედო, რა ვიცი. მოიჭედო. მაგრამ ხო, თან მესმის, მაგრამ. მეც სამშლელად, რა ვიცი. პოზიცია ხო უნდა. კი, რა თქმა უნდა. შესაფერისი. რა თქმა უნდა. მილო შენ ხარ? გახლავართ. ძალიან ესე. მე ორს ვიფიქრებ, მე ისევ თუ? კი. მაშინ კონცენტრირდეთ. მაშინ კონცენტრირდეთ. შემდეგ არა, სნეიკი არის, ყოველთვის შენ გაქორი და შენ გაქორი. არა, პირველს და ბოლოს აქ. მაგრამ ეგ არასწორი ხო არა, ხო უნდა იცვლებოდეს. არა. ცოცა ვიყო. კაი. აბა მე მოგვიგე პასუხი. მოგიგოთ პასუხი? ისე უტევდი ციხეს, მეგონა რომ 5 მიდი, მილო. წელი მომზადებული ხონდა. ასე არა ვარ, რა ვიცი. მიდი. პრინციპში შეუძლია მილორას ერთი მარტივად აიყვანოს. მარტივად შემიძლია ავიყვანო. აუ, ამან- სობოსლაი რა ვიცი, სობოსლაი საუბრობ. სობოსლაი. აი, მე ვარ ხო? კი. რამდენადაც ვიცი მე ჯერ არ დამიხარჯავს ატლეტიკო. აი. ხულიან აუარესი. როგორ დგანან თავში? მაგას მოვიფიქრე. 9 ფორვარდითა. მაგას დავალაგებ. და ალესანდრო ბასტონი მინდა და ბატონო. მიყავდა ბოლში. დიდებული. ატლეტიკო ლუკა? აი უკვე აღარ არის გადაკეტვების დრო და ოსიმენს ავიყვან. დიდებული. ანუ ბაპე მარცხენა ფლანგზე ხო? კი. დიდებული სხვა მართლა. ძველი მბაპე. მოდრიჩი აუ, არა მოდრიჩი. რავი, მესი და ესა პელეო, რა ვიცი. აი რა მოდრიჩი. ბენზენბრინგი და ბენზემას არ ბენზემა რა. იქ საზრი არ აქვს. ჩემამდე სანამ არ მოაწინეს რა. აუ, ხულიან ალვარესი როგორ და გამეცხრილოს ყველაფერი ის. ატლეტიკოს ვაფშე არ მიფიქრე. მე მეგონა რომ უბრალოდ მბაპე შუაში აყენებდი და მაგიტომ აღარ იფიქრა ატლეტიკო. არა, მაგრამ ოსიმენი უკეთესი. ძარბეს გეტყოდა. ციხე? მეცი წამი? შანსონ ბემბამდე როდის მივაცი მე იქ მაინტერესებს. იეხوان დიუფი და ვიღაცები როდის ჩადგებიან საქმეში. ცენტრალურ მცველად თუ კარში არ გარშემო.
აუ შლოტერბეკი. აი, 2-0. ეგ გავიფიქრე ხა, მაგრამ 2-0 მეთქი არ მინდა ბასტონი. შლოტერბერგი აიყვანა? ყოჩახ ციხე, ყოჩახ, მე მქონდა ვარიანტი, მაგრამ ბასტონი მომჯობინე. არა, ბასტონი ჯობია. არ ვიცი. გაბრო? ნუ თუ. დორტმუნდი მივაწეროთ. მიდი. ბრუნო გიმარაესი, ემილიანო მარტინესი. ნუ მეგობრებო, შეგვიძლია დავასრულოთ, მაგრამ მაინც გავაგრძელოთ. გიმარაესი და ემილიანო მარტინესი. ჯერჯერობით გაბრო მხოლოდ ისეთ ფეხბურთელები აყავს, რომელსაც პრემიერ ლიგაში უთამაშია. ხარია? ხო, შენ მე ხარ? გავიყვან. კაი, მოდი ტეო ერნანდესი ალ-ჰილალი. არა. ჩვენი არის. აი მე ჩემ გუნდს 10-იანი ცელოლება, კიდევ ერთი შემტევი მოა ჩემ გუნდში. და ეს 10-იანი იქნება უკვე ხედავ პარმას ცველებს. აუ მართლა მე სიგიჟეს ხო არ ვაკეთებ. რა თქმა ეგ. ეს წუთი ვაფიქრეთ. კარგი მეკარე მჭირდება. კარგი მეკარე. მენიო. აუ, თხოვდი. საფრანგეთის რა ნაკრების. თქინოდა მეკარე ჯერ. რატო? მინდოდა. სხვაგან წასვლა. მენიო, კი ბატონო. შენ ხარ 2, დაბსონ. შენი 2 თამა ისაა ფერმი. ან შენ როგორც დაიწყე? კარგი. მე. მე? თუ შეიძლება. მაგა მე. ერთი კლუბი. მოდი მე მაკვირვებს რომ აქამდე არ. დიეგო კოშტას ვაყენებ კარში. ასლობა რა გო? ბორტუ. გუს ალბათ. დიოგუ. ნუ კოშტას ვაყენებ კარში. კარტანამეს და დიოგო გოშტა. ხო. დიალოგი. კი. და მომწონს ხოთე შორის ეგ ისა რა. პორტუს ფოთით აყვანილი მეკარე ძალიან კარგი არის. და ვიღაც დიოგო გოშტა. ერთი წამით მილოთ თუ შეიძლება მაფიქრეთ და მადროვეთ. ბაჰია და. ასტონ ვილოსაც ვერ ვიყენებ. ხო. ანუ მორგან როჯერსი რომ ფიქრობდი მოვაჭორო დაკაურობას. რა სიამოვნოა რომ ასტონ ვილოსაც კი ვერ იყენებ. ვერ ვიყენებ. ელი კრუპი მინდა რა მე თუ. ვაუ, ელი კრუპი ჯუნიორი. კაი, შეტევის ტიპს ყავს მესი, რონალდო, ალვარესი, ელი კრუპი. ძალიან მომწონს. bunch of ჯუნიორი, ჩემს მაინც შეუერთდება 10-იანი და ეს ხდება კენან ილდისი. აი, ეს იყო კლუბი, რომელიც მიგვერდა ამდენ ხანს. აუ, ისინი არიან, ხო? მე მანდელან ბრემერი მყავდა, ეხა გამზადება. ვიცი, მაგრამ აი უფრო სტარი ილდისი, უფრო სტარი ავიღე. ბორნმუთი წაგვარ თვითაფსო. ბორნმუთი წავი. კარგი. ბელნე ხო უნდა მეყვანა ვინმე. ისე უნდა მივეცე ჩაფიქრებას. გადაეშვი ფიქრის მორევში. ხო, 4-3-3-ზე გადავაწყობ. ზამთარი მაგას შევათავის. ბასტონი 4-იანში ისევ არასოდეს არ გვითამაშია ჯერ. ხო. რომ ბასტონი ყველა ამბობს რომ ბასტონი 4-ში ცუდია. ეგეთი რამე ჯერ არ. ყველა საკავს. სამწუხაროში ბასტონი ჩვენთან არ მოხვედრილა. არ ვიცი, ამდენად ცუდია. ციხეთო. ბიჭო, რობენი არ არის მოქმედი. აუ რა დეგენერატი ვარ. რობენი და გაგახსენდა ვიღაც ფერმი. ძალიან დეგენე. აუ როგორ მინდოდი. არა, ვიგავი. ხო. საფრანგეთის ლიგა 1 როგორ კაი ხო. და აი ბიჭო, აი მაინც ვინ? კარგი არა რა შუმა გეხვეწები არ აუ რა წესების დარღვევა არა, იტყუება. არავინ არ იტყუება. გრინუდი და ტოვენი, აი ვინ? კაი მე ვიტყვი მაშინ მაგას მეც ვიტყვე. არა ხო დაი რა თქინდოდა ხატავ ბიჭო. აუ რა შტერობა გავაკეთე. ნანო ხო შეიძლება. აი თან შეინანე რომ ყველაფერი თქვი რაც გაქვს გონებული არ არა. არაფერი არ გაფილტრო რო ხალხი ასარჩევია. დროა. ციხე? გონდე ბიჭო, არავინ აღარ ვიცი. წვნელი აიღე. საშინელი დრაფტია. და სოფლიო ჩემპიონზე რა იქნება? სოფლიო ჩემპიონზე არ ვიცით იქნება თუ არა. ცოტა დააჩქარე მას აირჩე. მას. ციხე მორჩა. ბავშვები წუხდებიან. ბავშვები. ურასაუელი მარჯვენა ვინგერი ბავშვებით რომ აუ, ჯაროდ ბოუენ. ოპა! შეიხსნა. ჯაროდ ბოუენი. ოიგო ჩემო. ნიკო პასი. ნიკო პასი იყო ჩემი პიკი, რა თქმა უნდა. ნიკო პასი და კრისტიან რომერო. ნიკო პასი იყო ის წეგარო გამახსენდა და მე ვერ ვთქრო ლიგა 1-ში თამაშობ.
და ისევ ციხე ისევ შეინჯერა. ბოუენი მარჯვენა ფლანგზე. ნიკო პასი როგორ დამოვიწყდა ბიჭო. დე ბრუინი ნაპოლი ხო არ ყავთ? დე ბრუინი. მაკტომინეი არ ჯობდა. ბიჭო, სახელებით აფასებს ხალხი და რას ქვია აფასებს? მე არ ვაფასებ. მეც აი ეგრე გადავწყვიტე, რომ არ მაინტერესებს. არა, რავი. კაი, მაშინ მე ავიყო ერთი ვარიანტი მაქვს, მაგრამ გადავდებ ცოტახანი, მაფიქრეთ. ნიკო პასი იყო, შენ ტაფსონი. კი, ნიკო პასი იყო, რა თქმა უნდა. თან ნერვი. ლიგა 1-ზე არ ვფიქრობდი ციხე. ნიკო პასი იყო და უბრალოდ დაგაბნიეთ, თორე ეგრე სერია რომ მეთქო ხომ მიხვდებოდი. იქნებ ჩემამდე მოვიდეს უკან. თან რა თქმა უნდა. ნერვი. მილო ყურადღებას არ გაქცევ რამდენადაც შეატყობდი. დაგე. რამდენადაც მიხვდებოდი. მე თამაშიც არ აქცევ ყურადღებას. კარგი ბატონო. ჯალუკა მანჩინი. ვაუ! რომას. რა ძალიან კარგი მცველია. ძალიან კარგი ჯერ. სამბეჭ და რაღაც სერია საუკეთესო მცველი გახდა წელს. დიდი ტაფსონ ორი პიკი. ჩემი ორი პიკია? კი. სიგიჟე. ეს ამათვარი ექცია არ მოგატყუოთ მართლა სერია საუკეთესო მცველი შეიძლება გახდეს წელს. ნახოთ. წარმატებები ჯან ლუკას. პან ლუკას შემდეგ საყვარელ ჯან ლუკას. შეიძლება. საწყალი დიმარკოს გაგვემართა ხო ჩვენ? კი. ინტერი ჩაწვა მასთან. შენ გამა. ლუკა მოდრიჩი. მოდრიჩი. კაია. არა. მილანი ჩაკეტილი. მენიო. ყურადღებას გეუბნები თამაშს. მილანი. იკეთებ თამაშს როგორ აფუჭებს. ვინ? არ აი შენ რო არ მახსოვდა. შეგვემჭრია. არ მახსოვდა მილანი რა. შეიძებს. მილანი, კაი. მილანი ჩაკეტილია როგორც იტყოდა. კარგი. ძველი ქართველები. ძველი აგენტები. თამარის დროს როგორც ამბობდნენ. კაი, მე მინდა ვუშკოვიჩი. უშკოვიჩი დიდებული მცველი. კაი. მე ვუშკოვიჩი მინდა ჰამბურგი. გავაკეთებ რა. მიდი? კომენტარებში რო წერენ პრემიერ ლიგის გარდა არ უყურებთ სხვა იმას. ანუ ვუშკოვიჩს შენ ვაფასებთ ამ სეზონით ხალხო და ანუ ბუნდესლიგაში გოლს გაიტანს ისიც, რა ვიცი, ყველა გაიტანს. 3 ნომერი რო ყავს ჰაიდენჰაიმის, მაგან გაიტანა, რა ვიცი, იმდენი გოლი. მოიცა, ვეხლა ვუშკოვიჩი ვაკრიტიკე. ჩვენ გაგვეცინა რა ვუშკოვიჩი რო აერჩიოსო და ხა ვუშკოვიჩი ამ სეზონით ნათამაშები ჩამორჩება ყველას ვინც არ ჩაგვიწერია და ვისაც არ გაგვცინებია და ანუ ხალხს გონია რომ ჰამბურგში რომ მაგარი თამაშა ეს კაი გადმოა პირველში და ვნახოთ არა უშავს. მე დავაფასებ მართალია. ჰეით ვაჩ. აი უკვე წარმომიდგენია. ჰეიტოჩი დავიდა. ტოტენჰემში ერთი არ უთამაშე სანგარე როგორ ავირჩიო ციხე ლანსიტ. რა წყალში გადავარდი, კაი. სანგარე. ანუ სანგარე. ბიჭო ფიზიკურად ვერ ნახო. რა პოზიციაზე? მოჰამედ სანგარე მოიც ნახევარმცველს ვარჩევ რა ცენტრალურს და ცოტა დრო მჭირდება უკაცრავად. აქ ისეთი ხალხია რომ აზრია ვის მოვაწოდება მithავს თორე მე კი ვიცი რომ მაგარი. ეგ საინტერესო როგორ არა ის ხალხი რომელიც ფეხბურთს უყურებს რა ხალხს მოვაწონებ. ტაფსონ რო გავარდა რა გალიარდინი არ გინდა მოიც ერთი წამი. აუყვანია დრაფტში კაი გალიარდინი ერთი წამი. გალიარდინი მართლა არ გინდა? არა. ვერატი ხო ისევ თამაშობს არა. კი. ვიდი ტაფსონ მაინც ისეთი მოსოვანი. სამოწენილი ხალხი მაინც გააფუჭა უკვე გუნდი აზრი არა. არა რა. ტაფსონ უეჭველი შენ გუნდზე დაწერე საუკეთესო არისო. მაგას შეესახმე, მაგრამ ერთი წამით მე ცენტრალური ნახევარმცველი მომა. ერთად ამას ვინ ცენტრალური ნახევარმცველი მომაფიქრებინეთ, ხო ხო ერთი წამით რა. გეხვეწა. იფიქრე ტაფსონ. შენ თუ ჩაიკედე შენ სამყარო. კაი, ვიკეთე. ელიოტ ანდერსონი. მაგით აურია ტაქტიკა. არა. შეხედე მორგან ელიოტ ანდერსონი. ლუკა სახეზე ვეცნო. აუ რა ჯიგერია, კარგი. აუ მე აი გადავა და დახავთ ტეხებში დახავთ ვერასით. ტაფსონამ რო ელიოტ ანდერსონი გაიხსენა მე მაგაზე მეშლება ნერვები თორე სპეციალურად ხო. შენებული ხალხი ვუშკოვიჩი და ელიოტ ანდერსონი. იდემოთ. კარგია. ყავს აი როგორი ბიპოლარ გუნდი ყავს იცი აი მოეხა მესი რონალდო ალვარესი და მე გრადაცია ასტონი კოშტა და მე არის აი რატო რა გინდა ანუ მე მომწონს ტიპები ძალიან მომწონს კაი ტიპები არის მესი და რონალდო და ალვარესი და ელიკროპი ცუდი არის აა სასაულები და ბასტონი ვუშკოვიჩი იფიქრე შენ ლუკა შენ კარგი. არა იფიქრე ფიქრობ. ხო 3 2 1 არა ეგრეა. დაიცა. აი მან ნიკოპასი ძალიან შემეშალა ჩემი სვლა იყო ვერაპატიებ შენ ჩემი სვლა იყო თან და ბიჭო. მე ჩავიციკლე რომ მეთქი პრემიერ ლიგიდან უნდა ავიჩი სენიტსა გადახოთით. დუგლას სანტოსი როგორ შორის არ გაჭედილი ხა. ბიჭო სტერლინგი არ გინდა ფეენორდიდან სიჩი
მე კაი ვინმეს კაი. ის მიკა გოდს იტავსო კიდე ჩაატევს სადღაც. ვერა. იზამთავსო, ეჭვ არ მეპარე. მქონდა ეგ ვერსია მეგობრებო. მიკა გოდსის ვერსია მქონდა უკვე. გადავხარშეთ ეგ. მოდი მე ავიყვან ეს არც გამოუძახებიათ თან ნაკრებში. მაგრამ ძალიან მაგარია თან, მაგრამ ნაკრებში არ არის გამოძახებული. მაწყობს იმიჯურათ ეგეთ ფეხბურთელი? გააჩნია რომ ნაკრებში არ გამოიძახეს. არ ვიტყვი ხა მაგას ხო არ ვიტყვი. პერუს ნაკრებში თუ არ გამოიძახეს. აი ძალიან წერა. მაგარია. მე არ წელავ ეგრე 2 წამი მაცადე კაცო. მიდი. მაქვს მე პიკი. გაბრომ ჩამოწერა ერთი კაცის გუნდია კიდე. ჩამოწერა. აი მე ჩამო. კაი, დაცვას დავაკომპლექტებ და ჯორჯოს კალვინის ავიყვან რა. საერთოდ არ არის სასაცილო. ფეხბურთს არ უყურებს ეს და ატალანტა განახია რა, ამ სეზონში მიუხედავად რომ იმყავს ატალანტა და ითამაშა 7 თამაში ამ სეზონში 2 მძიმე ტრავმის მერე. მოდი და ცოტა ითამაშა საკითხი. ატალანტა გავიდა ნახოთ შევამოწმოთ რამდენი თამაში ჩაატარა ჯორჯოს კალვინი. გაბრუნდა და ითამაშა ძირითადში ბოლო სეზონის ბოლოდაც. აი ხა გამემაზა კაი. ციხე? მობილურს ნუ იყენებ თან გულში შევიდა. კალვინის ვანახებ მარტო. კალვინის თამაში. დაგუგლო. 23 თამაში ითამაშა რომ იცოდეთ სერიაში დაბრუნდა. ძირითადში რამდენი ითამაშა? აუ, კაი, ეგრე განახებ. მაგას 4 ითამაშა ძირითადში. ჯორდან პიკფორდი ჩამო. კარგი მე მევასებას კალვინი რა გინდა ანუ პიკფორდი. რამდენი მინდა იღე? პიკფორდი. იასნა, ხო. ოჩახ ციხე. შენ უფრო გაიმე კარი ხავს თუ მე? ჩემი მე. მართლა? არ ვიცი. 22 თამაში ითამაშა 21 წელს. მე ვიღებ 2-ს ახლა? რა კაია? ერთო გაბრო არ თქვა? 24 თამაში ხო გქონდა 22 აქვს სასტარტოში ნათამაშების კალვინის. კალვინი დიდებული პიკი არის. მე მაინც აქვს გადადებული ხურჯიში რაღაც. ალეხანდრო გრიმალდო. გრიმალდო. კარგი ვარიანტი არის. და მეორე? ერთი წამი მაფიქრე რა ეხლა. მე მეგონა აი აგასა და იმას შორის ფიქრობ. ხელინიო შორის. არჩ მე დამრჩა საყვანი 3 კაცი. ვინ იყო და გრიმალდო, ხო? გრიმალდო. ლევერკუზენის მოყვარულებს ჩაგეკეტათ ეს გუნდი. ლიგა 1 გამდიდარი ლიგა არის უბრალოდ თუ ფიქრობ და პარტიზანის იგი დაი ვერაფერს ვერ ვაკეთებთ მართლა კორექტი ტოლისო რატომაც არა კორექტი ტოლისო თუ რაღაც რა ხდება რა უნდა გვეშველოს რა გონიათ ესპანეთთან 3 ჩემპიონი 3 ფეხბურთელი აყვანდა ბიჭო ხო ესპანეთთან 3-ია ჩაკეტილი გერმანიიდან 3-ია ჩაკეტილი იტალიიდან არის ინგლისიდან ბევრი იტალიიდან მოვკეტავ რაღაცა. ო, გაიძახეს რენდომ ფეხბურთი. 4 იტალიური გუნდი ჩავკეტე. მარგალიტებს მაზავენ. და მე-5 ისაა ჩაკეტილი. ბასტონი, ხო? ბასტონი. 5-ია ჩაკეტილი. მოდი ხარისხი დავდოთ რა. აბა. იან დიომანდე. ოპა. დიომანდე. სპორტინგი ჩაიკეტა. არა, გადავიდა მართალია. არც ეგ არ არის. კარგი. ეგ უსმან დიომანდე არის არც და გასულა სპორტინგია იან დიომანდე აი ლაიფციგის ვინგერი. კი, გამახსენდა. კითხავს წერდი. შენ ის დიომანდე რატო არ აიღე მაშინ? გამახსენდა. დიომანდე იმიტომ არ ავიღე რომ ეს არის ზაფხულის ერთ-ერთი 100 მილიონიანი ტრანსფერი შეიძლება. დიომანდე ძალიან კაი პიკი არის ობიექტურად. ისიც კაი. 1.80 მილიონი. აი ფეურტელი. შველები ყრია. ამოვიწყდა ხო ის ვიჩევდა ბიჭო. არა, ეს დიომანდე რავი ძალიან ყველას უნდა და მართლა 100 მილიონად უნდა დაახლოებით. ლივერპული არის ფავორიტი. ხო, არ გამიკვირდა. უბრალოდ ასე ფავორიტია მოაწეს მე-6-ზე გავიდეს. არა, მოაწეს კაი გუნდი. ძალიან კაი გუნდი ყავს. ციგა შენ ხარ ძვირფასო? და მოდის ანჯელოს შტილერი. აბა რა, შტილერი, რა თქმა უნდა. უდგარტი ჩაიკეტა. მილორი აშოვე მილორში. როგორ ციგიში უნდა ვიყავ. მიდი, აი, ოღონდ მე ისე ციგიში გავაკეთებ, რომ ახმოს მე. ავეც ციგიში ვიყავ. მე ძალიან მე ხო ვიზაბა აბსოლუტურად. არა, მე კლოუნობას ვიზამე. მიდი. მე ყოველას არ ვაპირებ, просто გაგეცინება თქვენ. მიდი მილორი. მარკო პალესტრა. მარკო პალესტრა, მარკო პალესტრა. არა. მარკო პალესტრა, რომელსაც ბოსნიაში სანსი არ მიეცა სამწუხაროდ. ცოტა გაჭირდა. ეხა მე გეტყვი რაც ვიზამ რა. მოდი ზუსტად 3 პიკი გავუძლო სერიას ბაიას. რა კლუბშია? კალიარი. კალიარი. 40 და 10 მილიონი. რა თქვენ კალიარის თამაშებს არ უყურებთ პალესტრაზე როგორი ცინია. ნიკოშ მე შეიძლება ჩემი ტაქტიკა გითხრათ? მე ვთამაშობ 4-1-5-ით.
და გიორგი მიქაუტაძე ამოყვა შემადგენლობაში. მიქაუტაძე. მიქაუტაძე არა ვიყვანე მაგის გამო პოზიციას არმა რა უკრა ეხა ვერ მაგ უკეთესი შანსი. გიორგი მიქაუტაძე. მესის ცენტრში ჩამოუწევ. რუიანა დაყენებ. აუარეს. არა, ჯორჯი არის მარცხენა გარემარბი. მესის რუიანად ვაყენებ კი. მესის რუიანად ვაყენებ. მიქაუტაძე. ასაკშია და უკიდან ითამაშა. უკრიდან თამაშობს ნელი. აი ერთსა მოიცადე. შეჭამს. კერძა. კრისტიანო ჩუამენი. მე დაუხაზავ ამას განახებ. მითხარ ჯერ კრისტიანო. განახებ ერთსა მიქაუტაძე ჩამაწერინა. ამიხსენი მიქაუტაძე, ალვარესი, რონალდო და კრუპი როგორ თამაშობენ. აი მაგას მაგას ბოლოს ახსნის. ბოლოს ახსნის. ოთხი ფორვარდი. ბოლოს ახსნის. კარგი, ერთი მცველი მინდა მეგობრებო, თუ შეიძლება რომ ამარჩევინოთ. არნე ფრიდრიხი აღარ თამაშობს. ან ეგ იონას ექტორის აღარ არის. ვარიანტი რომ კრისტიან ციგე კი. გოგელები მინდა რა ფლანგებზე. კაი, ერთი წამი. აუ რა ხდება ეს? ბიჭო, გუნდებს ვერ უყურებთ ხო? აბსონ შენ გაკლია ეხა ინე ჯაკონა. ორი ფლანგის ჩვენი. ვიცი ხო და თუ მთლად მაგას ფორვარდად დარაპირებ არ ვიცი. არა, მცოლს ავიყვანთ ახლა ჩვენ. მცველები ბევრი არის. ჩვენ მცველად. ფორვარდი გაკლია თვინმე ეს? მე ვიცი, ვინც ავყავს გიჟი, ვიცი. მოიცე ერთ. ჟივით. ფორვარდი გაკლია თვინმე ეს? აი ჩავხედე. არა. ფორვარდი არ გვეკლია, არა უს ტაფსონა თუ არა იყოს მეხუთე ფორვარდს არ გვეკლია. არა, ტაფსონა მეხუთე ფორვარდს აღარ აიყვანს. მცველს მოვიფიქრე. მესი ლიბეროდ. ხო. ვიანად რო ყავს. კი, ჰელიოტ ანდერსონი და მესი. ვასულთავებს ჰელიოტ ანდერსონი. შემეს იდეალურად დააბალანსებენ ერთმანეთს. მაინც ერთს. ეხლა წარმოვიდგინე რომ აი ჩუამენი ვიღაცისნაირ ნახევარდაცე ბუც ვერ ნახავენ. ერთი წამი ის არ მინდა, კარგი, წავედით ახლა აქეთ. კანტე. ერთი წამი. კანტეს დაცვაში მე ვერ დავაყენებ. უბრალოდ ჩუამენიზე გამახსენდა ბოდიშუხტის ისი ზარუცად თამაში. მე კი აღარ ამყავს ყველა ნახევარი. არა, აუ აპირებდი და ეხ ბიჭო. ან არავინ ავიყვანოთ ან მე ავიყვანო შევთანხმდით. ერთი არავინ წამი. ავიყვანოთ. ხალხო აი არავინ უაიყვანოთ ის იქნება. აი არავინ არა, არ არის ეგეთი რომ უნდა აიყვანო უეჭველი. ჩემ ნაკრებში. იმ კლუბში არ არის სადაც რონალდო და ვიღაცები? ფენერშია. მე მეგონა იქ თამაშობდა. ხაშაც ფენერიდან სხვა ნახევარწრის აწოფირებთ. დუზი? ხო. მე არ გახსოვდა რომ კანტეს მონტიხო. კინდუს. ჩემი უკაცრავა. ჩემი მარჯვენა მცველი არის ვანდერსონი. რომელს თემწელი არ უთამაშია. კი, მაგიტო აღარ მახსოვდა. კაი ვერიკე მახსოვდა. ვანდერსონი. თემწელია, დალეწილია ტიპი და აი ამ სეზონში თამაშობს 13 ნომერი როა ის. ვანდერსონი. აი, ეხა ვინ არის? ლუკა მერეც იქა და ორჯერ მე ავიყვან ლუკას პაკეტას. პაკეტა. ვესტემი აყვანილია ბოუენ. არ არის ვესტემი. ბოდიში ფლამენგო. ციხე შენ? მეც მაგარი. ცენტრალური მცველი მიწევს და მოდი ეს ცენტრალური მცველი იყოს. ვინმე უკეთესი არ გამომჩეს. ოსმი მუბარაკი. არის მოვიგე რა. ვერ ვითხოვდი. ყველა მაგას იტყვის. რა თქმა უნდა ყო. მე კი ეგეც თამაში. სტრასდეს კალვინიზმი, მაგრამ ძალიან ეგეთი თამაში. ციხე მე ხა ეს იოაკიმ ანდერსენია. აჰა, გადავრჩი. ესე იგი, მეგობრებო, ცენტრალური მცველი. ფულემია იქ, ხო? მე ავიყვან დანიელ მუნიოს და ავიყვან იან პოლ ვან ჰეკეს. მოიგო. ერთი წავი. შეუძლოდ. ერთხმად რომ თქვით, ბიჭო. ერთხმად რომ მიულოცოთ გამარჯვება. მიულოცოთ გამარჯვება. აი, მოიცა ყველა მასკა. თავის არადგენს როცა დრო. შენ მწვნელზე იფიქრე. ერთი წამი. მწვრთნელი დარჩა. ვაუ. მე ყავს ველი ვარიანტი ყავს. მაგაიქეს რო ჭირდება. ჯოან ჰეკეზე უკეთეს ცვალი ვინაა დარჩა. მე გეტყვით მე. მაგის არ გჯერათ მედი არავის რომ მე და მას გეტყვით. ბიჭო, დავიჯერო იური ბერჩიჩე. არა ის. არ გვაინტერესებს იური ბერჩიჩე. რა მწვრთნელსაც სეზონის შედეგების მიხედვით. შენ აიყვანე მიდი და გავდეს მილიონი. ანუ აი, ხო, არა ესეც. მე მცველი უნდა ვიშო. კაი, მოდი იყოს კაიოდე მარჯვენა მცველი. კაიოდე. კიდე ბიჭო. და ესაზე გაიცინე. აი, რატო იცინი თუ აზრ? არა, ბიჭო, სადამდე ჩავედი. გამახსენდა მე აუტები, გამახსენდა რეალთან დალინკეს რეალს უნდა. რეალს უნდა. აი ეს ძალიან საინტერესოა. მე გამახსენდა სეზონის დასაწყისში ფიორეში გატარებული მონაკვეთი. ფიორე.
მიდი. ლუკას გაუნათდა კონებაში. დრაგორა. ფიორეო. კაი, რა, ხურების პროსტა გარეშე. გჭირდება. თქვენ მახსოვს რომ ამბობდით რომ ესა просто გეკითხებით, ხო? ფიორი, ჩამაინტერესებს რა ფორმაციით თამაშობ? მე 4 იამალი, მბაპე, სობოსლაი, 4-2-3-1. ილდიზი, პაკეტა. 4-2-3-1. პაკეტა რუიანა თყავს რა. ვინ უნდა იშრომოს? აი ავიყვან მაგასეთსაც. აბა. ავიყვან გინდა ის კაცი? აბა. ვორტონი? კრისტაპალს დაკეტილია. ვაიმე. ეკო ვერ ხვდები ამ დაცვაში. თორე მონის. დაცვაში რა არ მოგწონს? ანუ მარც ანუ ჩამშრალი. პალესტრას კალვინი მანჩინი ყავს. ანუ მარცხენა მცველი და ჩამშრალი მინდავსო? აა 4-2-3-1-ია. და ერთი კაცი ყავს ასარჩევი. ორი კაცი მყავს. არა, ერთი კაცი ყავს ლუკა, არასაც შევ. რანაირად? რა ვიცი. იამალი, ბაპე, სობოსლაი, ოსიმენი. 10? კი. რანაირად? მარცხენა მცველი. აი რუიანზე შენთან კაი, ავითარება. მეცადე სამწოლზე ხო არ გადავეწყო, მაცადეთ. მაგრამ როგორ უნდა გადავეწყო სამწოლზე? ეგ მე მეგონა 4 ნახე როგორ მიწერია. ანუ ზუსტად ადგილი მქონდა დატოვებული ცველისთვის და იმისთვის. ნუ მცველი უნდა აიყვანო მაშინ და ისინი იქ უნდა გადაათამაშო. კაი. ნაკრების მწვრთნელი შემეძლია ავიყვანო? ბიჯო. არა, რა თქმა უნდა. სკალონი. მე მარცხენა. ხადაო, ხო, კაი. ნაკრების მწვრთნელი და მწვრთნელი რომელიც არც ერთ კლუბში არ არის, არ შემიძლია. ბენსები. არა ამ სეზონში იყო და გაუშვა შეგიძლია. ხო. ენჯი. კაი. ამ სეზონში იყო და გაუშვა რას ქვია? ანუ მაგალითად არ ვიცი, ვოლსბურგში დაიწყო მწვრთნელმა და მეორე გაუშვა. მაგრამ მე ვოლსბურგის წვრთნელს ამჟამინდელს ვეღარ აირჩევ. არა, ვოლსბურგი იკეტება. ვოლსბურგი თუ ვინმეს აქვს არჩეული, ვერც აირჩევ. რა თქმა უნდა, ასევე იკეტება. ვოლსბურგი თავისუფალია ისე. ვიცი. ახელინიო სადავაშო. არნოლდი მინდა, ჰა? რომაში. რომაში არ არის, რა ვიცი, ხო არ წასულა. ხო დაბრუნდა, იმდენი ხანი არ თამაში. ხო და დაბრუნდა ტირილიში. კაი, ახელინიო ხო არა ვიყო, და რომა გადაკეთე. ქართველი აიყვანო ვინმე მოიგე ხალხის გული. მარცხენა მცველად? იცი? არებაში. ხარებაში. ოპა. ტაბატაძე რო აიყვანო. რუსთავიდან ხო არა ვიყო. ტაბატაძე. სეიხაზე ხო არა ვიყო. შეგიძლია. კაი, ხურობის გარე შემიავიყვან დოდოს და დავაყენე მარცხენა ფლანგზე. მარცხენა ფლანგზე. ანუ მარცხენა მცველი მაინც აგეყვანა. თამაშობს ვესლის გავსვათ ეს თამაშობს მარცხენა ფლანგზე. დოდოზე ის ერთადერთი რელიკვია ყვარა. მე ვარ ხა? ხო, დოდო. მე ვარ. რა, თამაშობს ვესლის გავსვათ. მარცხენა მცველი მინდა, კაცო. ხო. მარცხენა მცველი და მე ნუ უკეთე. ნუნუ ტავარეში როგორ ავირჩიო გამაგე. არა, ცუდი ვარიანტი. ნუ აუ უკეთესი რა გამახსენდა ეხა ამ დარჩენილი გუნდებიდან რა. იმიტომ რომ ბენფიკაში არ არის აიაქსი. მე კარგი იქ წავედით. ფედერის მარცხენა მცველი ვინ არის ხო? რეზერვებს ვფიქრობდი და ოსტერვოლდი. არა. და ის სემედუ? ქვია, ინგლისელი რო არის. სემედუს არჩი ბრაუნი. არჩი რა ბრაუნი. სემედუ ციხე ნუნ ტავარეში მირჩევნია მაგეთ. არჩი ბრაუნი. ფლანგელი მაინც არის. ჯოზეს ფაული. ნუნ ტავარეში არ არის ცუდი ფეხბურთელი მეგობრო. აი გოლი კაი და დაგვას. არა ერთსა ლიონში რა ხდება? ემერსონ პალმიერი მარსელში რა ხდება? მარცხენა მცველი ლიონში. ტალიაფი. ისა ლიონის ის ერთი კაცი რა დავევიწყეთ. ლიონ. საშინელება ამ სეზონში. ბიჭო, კაი, არ ჩამალი. ნუნ ტავარეში თუ აყენებ მარცხენა. და ფეხბურთელი აიყვანე წელს. ვინა? წელს ნუნ ტავარეში არა, ნუ ახლა. უკეთესი ვინ გქონდათ რამე ვერსია? დოდო. რა დოდო მარჯვენა მცველი არის? მარცხენას აყენებენ ახლა. მწვრთნელი. ფეხბურთელები ამოწურეთ. არის ჯო. კი, და მწვრთნელი უნდა თქვას. წვრთნელი უნდა თუ. მე მაქვს ეგეთი ტრადიცია, რომელსაც არ დავარღვევ, იმიტომ რომ შესაძლოა ვინმე სახსოვდეს ის დრაფტი, როცა მე კეტილ კუნცენი დაუნიშნე გუნდის თავარცოლ. ბუდე გლიმპის დამრიგებელი იქნება ჩემი გუნდის მწვრთნელი. კნუდსენი. მაგრამ ვერ ალო დაგავაგე. შემიძლია დავყეთო. არა. თუ გინდა ის გავაგებულები ვართ ბიჭო. არა. ეხლა განახებ როგორ დავაგდები. ლუკა? აი ეს არის მაფიქრე არ ვიფიქრე დავსვანსკენ გასხოვები. კეცბა დააყენე. არა იტალიაში ახალგაზრდა ხუცებდი ხა ვიღაცას და მოვიხო. დაიცა. ეს კიც აღარ შემიძლია, ხო? კომოდა. კომო დაკეტილია. კომო დანაკეტია. საკმაოდ პორტუგალიური ვარ ისეც ხე თუ დააგვირდები. პარმა. კარლოს კუესტა. შინდა კარლოს კუესტა. დაიცა. იტალიაში ეძებ ახალგაზრდას ეგა. მე ლოპეტეგი? მე მექნებოდა შენაძულზე ძალიან კაი ვერსია. არ თქვა. კაი. დაიცა, მაფიქრეთ ორი ძაბი.
ორი წამი მომეცით რა ხდება. მესის უეჭველი რუიანობა უწევს. ელიოტ ანდერსონის მხარდამხარ. ვიღაც ძალიან მაგარი მოვიწყდება? ანა აკეთებ. კი. მესი, აი ეს. ერთი წუთი. ციხე რა მითხარ, იცი? როი ჰოჯსონს გეტყვი ბრისტოლში იყო. თუ ჟორჟი ათიანს. არ მინდა როი ჰოჯსონი. ბიჭო რონალდუც ხრიანად? კაი, მოდი. რეალურად დავაწყე. ჰა. მინდა. ჟორჟ. თონდა ეკერტი. თონდა ეკერტი კი, კაი. აგება არ ქონდათ პროსტა ის გადაუყო მე და მიქაუტაძე არის მარცხენა გარე. პელეგრინი ხო? პელეგრინი ხო რა? ბეტისი. აუარესი. ციხე შემიყავს. ლიგა 1-ის საუკეთესო მწვრთნელი. აბარა! სტილი. შერო ის არის. მაგაზე თუ მეუბნეო ჟოზე. მოვიწყდება. აი ჟოზე რეალი არ ითვლება ხო? ბენფიკა არის, რატო ითვლება? მართალია. მაგრამ მოიცადე. თქვი ხო? ეს სეზონი ხო ფენერში დაიწყო ჟოზე. ფენერიდან არ ყავთ არავინ აყვანილი? მე რა ბენფიკაში არის მნიშვნელობა აქვს. ხო, მაგრამ ფენერშიც იყო. გავიგე ბენფიკას მწვრთნელია რა. არის. ხელია და მართლა რაზე სად იყო. რადო ახალ. აქვს რავი. რატო ვაფშე? არ ყავთ ისე ბენფიკადან არავინ? არა. მე ძალიან კაი გუნდი მიყავს რავი. შენ უილ სტილი ხო? ლანსი. არა, პიერ საჟი კაცო. და პიერ საჯიკაც მეც მაგარი ვარ. სტილი სტილი საუთჰემპტონი იქამდე იყო. დააგდეს. შენ აირჩიე მწვრთნელი? ჟოზე. ფიუცელერი დამიტოვეთ ესე რა არის? არა, შენ ვან პიერ საჟი აირჩიე. ვერ აიყვან. კაი, დავიწყოთ ციხე. ტაქტიკა მითხარი შენი და წარადგინე გუნდი. 4-3-3. 3. აბა? კარს იცავს ჯორდან პიკფორდი. მარცხენა მცველად ტეო ერნანდესი, დაცვის ცენტრი ნიკო შლოტერბეკი და იოაკიმ ანდერსენი, მარჯვენა მცველად მიკაელ კაიოდე. ნახევარდაცვა მოიზეს კაისედო, ანჯელოს შტილერი და კევინ დე ბრუინი. და შეტევა ხუჭა კვარაცხელია, ჯაროდ ბოუენი, ერლინგ ჰოლანდი. თავარი მწვრთნელი პიერ საჟი. გონი ტაფსონას გარდა ყოველს კაი გუნდი აქვს. არ არის ცუდი გუნდი, კაი გუნდი. ჩემს კაი გუნდი. მოდი აბა მე ვარ. ჩემი არის 4-2-3-1-ია, რომელიც 3-3 ერთად გადაკეთდება. ოუ. ანუ რატო ეცინება საერთოდ? დომინო მახსენდება 3-3-1. ახალმწველი არ ყავს. სობოსლაი პაკეტა არის და სკალვინი აიწევს დაიწყო, შავშავად. თავის უნდა დაიწყოთ. ალეს მენიო კარში, საუკეთესო მეკარე, საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე და საფრანგეთის ერთადი. დოდო პალესტრა ფლანგებზე და მანჩინის კალვინი ცენტრში და სკალვინის უყარს ნახევარდაცვაში ასვლა და სკალვინი აიწევს და შუაში დადგება სობოსლაისა და პაკეტას შორის. და 3-3 მაგით გახდება. თვითონაც დათქვა მე, რომ ეგრე ურჩევნია. პაკეტი ცოტა ხმამაღლა თქვი, თითქოს კაი ფეგურთელი. კაი ფეგურთელია ნაკრებშია გამოძახებული. იბე თავებს 1-3. და საუკეთესო შეტევა. საუკეთესო შეტევა ილდიზი ათიანზე, ბაპე მარცხნივ. მე უფრო დერსკის სახელი. არ მისმენა, ჩემი ოპონენტები არ მისმენა და უპატივცემლობათან გაბრომ წამოიწყო ეს, გადააწოდა ის. უკაცრავად. ათიანზე ილდიზია, ბაპე მარცხნივ, იამალი მარჯვნივ და ცენტრში ოსიმენ. მრისხანე შეტევა არის მაგრამ. დიდებული. ისი ჩვენია. შენი ტაქტიკა. ჩემფელი ვინა მივიდა. ჩემი თველი არის მანუელ პელეგრინი. ჩემი გუნდის კარს იცავს პორტუგალიის ნაკრების ის მითხარი. რა, ტაქტიკა. 4-2-3-1 ოჰო. სადაც ერთადერთი ტაქტიკური იმპროვიზაცია სირთულე არის, რომ მესის უნდა დაუვალო ნახევარმცველობა. ნუნუ ტავარეში, ბასტონი, ვუშკოვიჩი, ვანდერსონი ეს არის მცველების ოთხეული. ელიოტ ანდერსონთან მესი დგას ნახევარდაცვაში. მარცხენა გარემარი ბერი გიორგი მიქაუტაძე, ათიანი ალვარესი, ელი კრუპი ჯუნიორი მარჯვნიდან თამაშობს და კრისტიანო რონალდო არის ხრიანი. კეტილ კნუდსენი გუნდის თავარი ხმელი. ყველაფერი არის ძალიან აშკარა. ეს არის ყველაზე დიდი ეკლექტურობა. აქ არიან გოუთები და მომავალი გოუთები. მარტივი არის იან დიომანდე და ნიკო პასი ფეხბურთს ვერ მომიგებენ. მით უმეტეს ამისი რაღაცა ყალბი ადამიანები. დოდო და სკალვინი და ის სერიას მეორე 11-ეული რო გააკეთა რაღაცა. გაბრო შენი ტაქტიკა. მე ტაქტიკა. გავიაზრე რა რაც მოცემულობა დავალება ამ შემთხვევაში უნდა აგვერჩი ამ სეზონის მიხედვით. ავარჩე მართლა ამ სეზონის მიხედვით. მითხარი ტაქტიკა. 4-2-3-1-ია და აქ არ არის არანაირი პოზიციური დისონანსი. ყველა თამაშს იმ პოზიციაზე სადაც უნდა თამაშობდეს. მარჯვენა მარცხენა ცენტრალური მცველიც გათვალისწინებულია და ასე შემდეგ. ემი მარტინესი დგას კარში, ევროპა ლიგის ფინალში თითმოტეხილმა რო გოლ გაუშვებლა დაამთავრა. დანიელ მუნიოსი და გრიმალდო ფლანგებზე, ორი ძალიან შემტევი ფლანგის მცველი, რომლებსაც საკმაოდ მაღალი ასისტების და გოლების რაოდენობა აქვთ. დაცვის ცენტრში რომერო და ვანჰეკე, ერთი ხისტი, მეორე პრაგმატული, ორივეს კარგი პასი აქვს და მეორე სართულზე ორივე ძალიან მაგარია. მეტოქი საჯარიმოშიც მათ შორის. ნახევარდაცვის ცენტრი ბოლო წლების საუკეთესო პრემიერლიგელი ცენტრალური ნახევარმცველები ბრუნო გიმარაესი და დეკლან რაისი. ნუ ბრუნო გიმარაესი ნამდვილად. ხო. თალსახეთ. შეტევაში ორი ფლანგებზე მყავს გამორჩეული ტალანტები ფეხბურთიდან, ნიკო პასი
და იან დიომანდე ორივე საბაზრო ღირებულება ამ ზაფხულში სადღაც 14 მილიონს მაინც აარტყავს. ერთი ლიგა 1-ის ბუნდესლიგის სიმბოლურში შეიძლება მოხდეს თუ რაღაც ცოტა ტაქტიკურად შეცვალეს დიომანდეს გულისხმობ და მეორე აუცილებლად იქნება სერია სეზონის სიმბოლურში. ყავს პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, ის დამოვიდა რომ მეორე საუკეთესო ფეხბურთელიც მე მყავს რაისი. საუკეთესო ფეხბურთელი ამ სეზონის ბრუნო გიმარაესი მე მყავს და სოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ბრუნო გიმარაესი საუკეთესო, არა ალბათ ბრუნო ფერნანდეში ბოდიში. გიმარაესი სოფლიოს საუკეთესოა. და მყავს ჰარი კეინი, რომელიც მე მგონია რომ ამ საკლუბო სეზონში იყო საუკეთესო ფეხბურთელი. თურმე პროპაგანდას წამოვიგეთ მე ვიმარჯვებდი და წუხვა რომ არ გავუმაზე ალექსანდრე გაბრიელიჩეს იმიტომ რომ ვუშკოვიჩი მარჯვენა ფეხით თამაშობს და მისი მთავარი ფეხი არის მარჯვენა მე ვწუხვა რომ ხინკალი და ქაბაბი ვერ მოგეს და ამიტომ ბალანსი მაქვს სადნახე გადაობ ჯარი მომნახე გატანილი და რო ჩაწერო left or right foot-ით გეუბნება რომ უფრო მარჯვენით თამაშობა მარცხენით შეუძლია და ჯარი მაქვს მარჯვენით გატანილი ჯარი მას მარჯვენით გატანილი აბა ეხა სუსტი ფეხით ვინ ურტყავს ჯარი მას თუ რაიენშერ კი არ არის ჯარი მას რა ფეხითაც ურტყავს ეგ ახარ ხოდა იმიტომ რომ მე მაქსოვდა ეგ ჯარი რომელიც გაიტანა ვოლოტურები დადის ლაური მეგო ხიკალი აი თუ წერია მარჯვენა ფეხია და რა ისე წერება ხო და უშკოვიჩი ბასტონი მშვენიერი ბალანსია ესეც +1 ქულა მესი რონალდოს გუნდი იგებს აი ამ შვენიერია დავსან გაიხ კვარა მყავს ხალხო კვარა მურჩოს რა გაი რაღაცას არა მე ხმას ციხეს ბიჭო მილორას შეტევა ძალიან მომწონს აქ ბალანსი აქ ძალიან კაი ბალანსი არის და მართლა ეგ ვინ არის აქ ძალიან კაი ბალანსი არის და მართლა ტიპები ვინც ამ სეზონში თავი გამოიჩინის ის ხალხი არის მე შეგნებულად ბოდიშს ვიხდი რომ რაღაც პონჩი გავაფუჭე თამაში იმიტომ რომ იამალი ძალიან მინდოდა და ეგრევე მესიზე რა გინდა ვიღაცებს შეაყარე თავი ხო ის არა არ შემოყარება უბრალოდ იამალი მინდოდა ძალიან ბარსა გადამეკე და პედრი ვერავირჩე ჟონ გარსია ვერავირჩე ვერავინ ვერავირჩე და ამიტომ ავედი მესი რონალდუზე თუმცა რა ვქნა ამ გუნდს ნახავდი რა მესი ამ მაყურებელმა გადაწყვიტეს რომელი მოსწონს ვიღაცას რონალდოსთან ხო უნდა ვიღაცას საუკეთესო შეტევა უნდა ბრუნო გიმარაესი უნდა ვიღაცას სერია ბ უნდა იამალი უნდა და ბაპე ერთად ნახოს და ვიღაცას უნდა ხვიჩო კვარაცხელია და ჰოლანდი მესი რონალდუ არ უნდა ერთად ნიკოშ თქვი მესი რონალდუ ბრუნო გიმარაესი 1 2 3 და ელიკრუპი ჯუნიორი გარბის მესი რონალდუსთან ერთად ხო საინტერესოა უკაცრავად თუ მესი რონალდუმ ყველაფერი გამიჩ მაგრამ ხმა ამას მიეცეთ მეგობრებო